ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც არ იძლევა ქართულ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ამ ეტაპზე. თუმცა ჩვენ გვაქვს იმედი, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, გვექნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა. ჩვენ ყველასთან ვართ მზად შეხვედრისთვის, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, მათ უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას და ერთ რამეს ვიტყვი ასევე, რომ ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროპამ მიიყვანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობამდე და მძიმე ტენდენციებამდე. რა თქმა უნდა, ევროპა ჯერ კიდევ ინარჩუნებს, მათ შორის კეთილდღეობის იმ დონეს, რომელიც 70-წლიანი უწყვეტი მშვიდობის საფუძველზე შეიქმნა ევროპის მასშტაბით, მაგრამ ტენდენციები არის უკიდურესად შემაშფოთებელი. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ მაგალითად ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 2008 წელს 30% და ეს წილი არის ჩამოსული 17.9%-მდე. როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობა გაქვს, ასეთი მძიმე ტენდენციები გაქვს, რა თქმა უნდა იყო გადართული როგორც საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე, ასევე ურთიერთობების მაქსიმალურად განვითარებაზე. თუმცა ამ ფონზე ვხედავთ, რომ ისინი არათუ ურთიერთობების თანამშრომლობის განვითარებას ცდილობენ, არამედ ისინი პირიქით ცდილობენ, რომ ხელოვნურად ჩაჭრან კავშირები ისეთ ქვეყანასთან, მაგალითად, როგორც არის საქართველო. ეს არ შედის ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებში და აქედანაც ჩანს, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე ძალების კარნახით და არა ევროპის საზოგადოების ინტერესების კარნახით.